1001 ღამე. რატომ გადაწყვიტე 4 შაბათს გამგზავრება? შეხვედრა მომავალთვეს არ იგეგმებოდა? ხო, მაგრამ ბატონმა აბდულჰავიდმა ხოვა ამ თვეში შეხვდეთო. პირისპირ უნდა შეხვედრა. მაშინ თვითონ ჩამოვიდეს. სტამბოლში უკეთესად უმასპინძლებთ. მეც ასე ვუთხარი, მაგრამ თურმე არ შეუძლია. ამერიკელი სტუმრები ჩამოდიანო. შაჰრაზადთან ერთად აპირებთ სასვლას. ხო, სხვა გზა არ არის. აი შენ უნდა წამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ორშაბათს ნიუ-იორკში მიფრინავს. ესე იგი ფინანსური დირექტორის გარეშე მიდიხარ. მისი წამოსვლა საჭირო არ არის. ფინანსურ საკითხებზე არ საუბრობთ. თუ გინდა წამოდი. როგორ წამოვიდე? მაგ დროს ანკარაში ვიქნები. მინისტრთან მაქვს შეხვედრა. ხო, სულ დამავიწყდა. მომისმინე ონორ. მომავალ კვირას გადავდოთ მგზავრობა და მეც წამოვალ. რომ შეიძლებოდეს გადავდებდით. არ მესმის იმ ადამიანებს ასე რატომ ვეფერებით? ვინიაფი ხელწამოსაკრავი კომპანია არ არის. ისე ლაპარაკობთ თითქოს არ იცოდე ქერემ. არაბებს კაცი ვერ დაიყოლიებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მათ გრაფიკს მოვერგოთ. რომ არ წავიდე არ შეიძლება. უჩემო წავიდნენ დუბაიში. ბატონო ნურს დაველაპარაკები წავალ. გინდა იმ კაცს ისევ მოუშალო ნერვები. ამერთა. ერთი ღამე გაჩერდებით? ხო, არაბებს შეხვდებით და დავბრუნდებით. კარგი. რა ჩამოგიტანო? პერანგის საგინძე? დროულად დაბრუნდე, ესეც საკმარისია. ბატონი ონური თავისუფალია. კარგი, მერე ვილაპარაკოთ. შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა, შემოდი. როგორც გავიგე, ამ 4 შაბათს დუბაიში მიფრინავთ. დიახ. მომავალთვის არ უნდა წავსულიყავით? ასე შევთანხმდით. შევთანხმდით, მაგრამ იძულებული გავხდით შეხვედრა გადმოგვეტანა. გასაგებია. რომ არ წამოვიდე, რამე პრობლემა იქნება ბატონო ონურ? იქნება. რატომ არ გინდათ წამოსვლა? არ ვამბობ, რომ წამოსვლა არ მინდა, უბრალოდ მზად არ ვარ. რა მომზადება გჭირდებათ? მეგობარი მამაკაცისგან უნდა აიღოთ ნებართვა. მე ანგარიშს არავის ვაბარებ ბატონო ონურ. უბრალოდ მინდა საქმე დროულად დავასრულო. დიდხანს არ გავჩერდებით. მხოლოდ ერთი ღამე. თანაც თანაც თუ თან იმ არქიტექტორს არ წავიყვან, რომელმაც ტენდერი მოიგო, არაბები ძალიან გაბრაზდებიან. მათ ჩემი კი არა. თქვენი ნახვა უფრო უნდათ. მამა, ერთი ამას შეხედეთ, რა საყვარელია. ძალიან ლამაზია მამა. ერთი ძრავა აკლია და თვითონ ივლის. ალი ქემალ, რომ არ გერიდებოდეს, დაჯდებოდი და ისე ერნებდი, არა? ბედნიერებაში მოიხმარეთ ახალგაზრდებო. მადლობ დედა. ხომ არ იჩქარეთ მამა, მშობიარებამდე დიდი დროა. არა უშავშილო. რა მოხდა? დაალაგეთ ბავშვის ოთახში, დრო რომ მოვა გამოიტან. ინებეთ? მადლობ შვილო. ჩაი ძალიან სასარგებლო სასმელია.
ვაგვების სათამაშოებიც ხომ არის, შენახული მაქვს. მართლა, შენახული გაქვს? რა თქმა უნდა, მამა, ყველა სათამაშო საგულდაგულოდაა შენახული. რატომ შეინახეთ? მივცეთ, ვისაც ჭირდება, მადლია გაჭირვებულებს დავეხმარებით. მადლობ. ვიჭირ რომ დაიბადება ესეთი სიხარული და ისადგურებს ამ სახლში. ღმერთმა გისმინოს, ნიმეთ, ღმერთმა გისმინოს. რა ლამაზი ეტლია. ვიც ახალი ეტლი სჭირდება. ხომასია მამა. რას ამბობ, ალიქემო? რადგან ვაჟი უნდა დაიბადოს, ამიტომ ვიყიდით ახალ ეტლს. ეგ რა შუაში, უბრალოდ შემხტო და ვიყიდე. იაფად იყიდებოდა, თორემ ეტლი ხომ გვაქვს? დამზაფხულს გოგონებს ახალ ველოსიპედებს ვუყიდი. ხომასიებები ენადიდე. რა თქმა უნდა. ყველაზე ლამაზი ველოსიპედები ექნებათ. რომ გაიზრდებიან, ნამდვილ მანქანას ვუყიდი. მოდით ჩაგეხუტოთ. ჩემი ჭკვიანი და გონიერი გოგოები. ჯერ ისწავლიან, უნივერსიტეტს დაამთავრებენ. მე იმდენ რამეს ვუყიდი, იმდენს რომ ბაქოში ამ მაისურს რომ დაინახავენ, ძალიან შეშურდებათ. იტყვიან მიჰრიბანი სტამბოლიდან ჩამოვიდაო. მოგენატრება სტამბოლი. ქანი მომენატრება, შენც მომენატრები. გამიჭირდება. მაგრამ მეცოდინება რომ სტამბოლში დამყავს. ნაშვილით. დაო მიჰრიბან. კან სიცოცხლეა ჩუქე. შენ რომ არ ყოფილიყავი კანი ახლა ცოცხალი არ იქნებოდა. ის მე გავაჩინე, მაგრამ სიცოცხლე შენა ჩუქე. ნუ წახვალ. დარჩი. გთხოვ. ჩემო ძვირფასო დაო. ჩემი ვაჟის დედიკო. შემეშვი ალიქემალ. რა მოხდა? ექიმმა ხომ თქვა 6 თვემდე შეიძლებაო. ახლა ნუ დაიწყება ექიმმა რა თქვა და რა არა. განის კურსებისთვის ფული იშოვე? არა. თურმე ნუ იტყვი და ის ვაჟბატონი განი? კურსებზე მე უნდა გავუშვა. ო, ახლავე. როგორც მიებრძანებთ. თითქოს ფული ქუჩაში ეყაროს. თავი მტკივანდეს მუშაობ ყოველდღე. განისგან კაცი მაინც ვერ დადგება, მაგრამ ფოსონმაც რაკნას ძმა ბოლოს და ბოლოს. კაც კოჭებში ეტყობა რის იმაქნისია ენადიდე. იმის ნაცვლად რომ დაждდეს და იმეცადინოს, მთელი დღე ლაზღანდარობს. მერე მთელი საღამო ტელეფონში თამაშობს. რადგეს და წავიდეს თავის სახლში. აქ რა დარჩენია? წავა. მიხვდება რომ შენგან ვერაფერს მიიღებს. ნაკაისერში დაბრუნდება. ექიმთან ხვალ მიდიხართ? ღვთისნებით. ღვთისნებით მერე ჩვენს ბიჭს წინა დაცვისთასაც გავუკეთებთ. საუკეთესო სასტუმროში აღნიშნავთ ამ ამბავს. დილამდე მოვილხენთ. მერე კი ქორწილს გადავუხდი, დიდებულ ქორწილს. საუკეთესო მუსიკოსებს მოვიწვევ. დილინებისა. დილინებისა. ჩემ შვილ შენ გაბარებ დაო მიჰრიბან. შენი იმედი მაქვს.
დილამშვიდობისა. 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 ჩამილ მეორე გზით წავიდეთ. როგორც ინებებთ? წნევა ნორმალური აქვს. დავიწყოთ გასინჯვა. დიახ. მომზადეთ ქალბატონი ფიუსონი. დიახ, ახლავე. მოგბრძანდით? დიდხანს ლოდენი არ მოგვიწია, მამა. ექიმა მაშინვე მიიღო. კარგი, დედა შენი ფიუსონთან ერთად არის? რა თქმა უნდა, მარტო ხომ არ დატოვებდა. რამე ხომ არ გჭირდებათ? არა, მამა, ყველაფერი რიგზეა. კარგი. აქ საქმეს რომ მოვრჩებით. ფაბრიკაში წავიდე თუ მაღაზიაში? არცად წახვიდე. შენ სულთან ერთად სახლში დაბრუნდი. ფაბრიკას ვინმე ხომ უნდა მიხედოს, მამა? მივხედავ, არ ინერვილო. ექიმისგან რომ გამოხვალ დამირეკეთ, კარგი? კარგი, მამა. რა იყო ბატონოგანი, ხომ არ მოგეწონა? შესანიშნავია. ახალი კოსტუმია? ასე ვთქვათ. გონია თუ ჩაიცვამ და გამოიბრანჯები ეს გიშველის? სად შენ დასაც სწავლა? კედელს ერთვე აყარო, შენზეა ნათქვამი. მაშას ეს სიგრძე 11 სანტიმეტრი, ზონა 200 გრამი. რა პაწაწინა? ყველა ორგანო ჩანს. ფეხები, ხელები, თითები, ყველაფერი განვითარებული აქვს. მადლობა ღმერთს. მალე გაიზრდება. რკინის პრეპარატების მიღება არ დაგავიწყდეთ. ჰემოგლობინი ზღვარზეა, ხომ იცით? ბავშვის განვითარებისთვის ჰემოგლობინი მნიშვნელოვანია. გასაგებია. ახლა გულისცემას მოვუსმინოთ. წუთში 150 დარტყმა, ამიტომ გვეჩვენება რომ გული სწრაფად უცემს. ძალიან კარგია. როგორ მინდა მალე დაიბადოს რომ გულში ჩავიკრათ. არა დედა. იმედია შვილო. ბაბუას ერთი სული აქვს როდის გაჩნდება. წინადაცვეთაზე საუკეთესო მუსიკოსები უნდა მოვიყვანო, ასე ამბობს. წინადაცვეთაზე? მაგრამ ეს გოგოა. რა? შეხვედრა 4 საათზე დაიწყება. ძალიან კარგი. უკაცრავად. დიახ, კეთილი. რენა ღამით რომ ყოფილიყო შეხვედრის შემდეგ პირდაპირ დავბრუნდებოდით. კარგი იქნებოდა. მართლაც.
რაც იზამ, რაც არის. ლამაზი ქალაქია. ხო, სამშენებლო კომპანიებისთვის ნამდვილი სამოთხეა. არქიტექტორების ანაპირო ზოლის გალამაზებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ჩვენ კი Sky Towers ავაშენებთ, დუბაიში ჩვენი კომპანიის სახელსაც გაიგებენ. რა თქმა უნდა. ბინიაფი ჰოლდინგი. ხედავ? ეს ის ცნობილი სასტუმროა, ბურჯ ხალიფა. ხო. მაგრამ ჩემი გემოვნების არა, გადაჭარბებული სიმდიდრე არ მომწონს. ნუ ნერვიულობ, იქ არ გავჩერდებით. السلام عليكم. من أين أذهب إلى المطعم؟ من طابق الثاني. Please, this გთხოვთ, welcome. სამოგზავნით. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება. მისტერ აბადი? გამარჯობათ. გამარჯობა მისტერ აქსელ. კეთილი იყოს თქვენი ჩამოგზანება. მიხარია რომ აქ ხართ. მადლობთ. შუკრან. მოგესალმებით. თქვენ გამარჯობა შაჰრაზად ევლია-ოღლუ. შეჰრაზადი. როგორც 1001 ღამის ზღაპრიდან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით გთხოვთ. დაბრძანდით. აკეთ. მადლობთ. თქვენთვის არ მithქვამს ბიჭი იქნება. ალბათ ბიჭი იქნება, ასე გითხარითო. თქვა და გამოგვისტუმრა. კარგი იქიმია, იქნება რაღაც შეცდომა. არ ვიცი ნიმეთ, ეკოსკოპიაზე ასე გამოჩნდა. ეტყობა ჭიპლარი ბიჭის სასქესო ორგანოს მიამსგავსა. ასე გონიათ? ალბათ. იცოდა ბიჭის დაბადება რომ გაგიხარდებოდათ და ალბათ ამიტომ თქვა. ეგრე შუაშია მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს. გოგო იქნება თუ ბიჭი რა მნიშვნელობა აქვს? მართალი ბრძანდებით, მაგრამ ბატონ ბურხანს ისე უნდოდა ბიჭი რომ გაჩენილიყო. მას უკვე ყავს ბიჭი შვილიშვილი. მოკლედ. ასე მოქცევა არ შეიძლება, ღმერთი გაუწყრება. ოჯახ განი რამდენს მეცადინეობ? თელი დღეა წიგნებს ჩაჩერები ხარ. ბახშმის მერე ვიმეცადინებ ბიძია ბურხან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აიშე, გოგოები სად არიან? თავის ოთახში არიან ბატონო ბურხან, მეცადინეობენ. დაუძახე მოვიდნენ. ახლავე. სუფრა ისევ არ არის გაშლილი. გაშლილია. გოგოები არ მოვიდნენ? აიშე დასაძახებლად წავიდა. მალე მოვლენ, თქვენ დასხედით. ჩემი რძალი სად არის? ზემოთ თავის ოთახშია. ალი ქემალი? ისიც მასთან არის. რატომ ერთად გლოვობენ? წადი, დაუძახე შენს დას და სიზეს, ჩამოვიდნენ. ჩემი და თავს სუდად გრძნობს. არა უშავს. ბახშმის მერე დაისვენებს. ბატონო ბურხან. ისმენ. შეგერგოთ. გოგოებო, მეცადინეობდით? ჰა? ოჯახ. ოჯახ ჩემო ჭკვიანო და ბეჯითო გოგოებო. ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ. ფილსუ, ნუ დარდობ. კარგი. დამშვიდი, ყოველ სხვა ექიმთან წავიდეთ. სისულელეს მოამბობ, სხვა ექიმთან თუ წავალთ, ბიჭი გაჩნდება? როგორ მიხარო და ევლია-ოღლუების ოჯახს ბიჭს გავუჩენ მეთქი. დაო, ბატონი ბურხანი გეძახით, ვახშამი მზად არის. ო, რა თქმა უნდა მეძახის. ერთი სული აქვს როდის მომახლის, ისევ გოგო უნდა გააჩინო. მამაჩემ შენთვის ასეთი რამ როდის უთქვამს? კარგი, ნუ აზვიადებ. არაფერს სიტყვის, ადიქი წავიდეთ.
მეგონა ბიჭს თუ გავაჩენ, უფრო მეტ პატივისცემას დავიმსახურებ მეთქი. სისულელეს ნუ ლაპარაკობ და ასე თუ გააგრძელებ ბატონი ბურჰანი უფრო გაღიზიანდება. წამოდით, ქვემოთ ჩავიდეთ. როგორ ჩავიდე, როგორ? დარდისგან გული მეწვის. კარგი, შენ წადე. შენ? ეს კი ბებიას. ეს ბიძი ათილას? ეს კი ბენუს. რა კარგია. ძალიან კარგია. ეს ჰაკანს? და ეს დედიკოს? შემოსაყვარელო ბიჭუნა. ძვირფას. Would you like to drink a cup of smack? بعد الأكل سنزوره ونتكلم معه. صحيح. Mr. Axel. საჭმელი არ მოგეწონათ? პირიქით, ძალიან მომეწონა. ოკეი. კეთილი. იქნება დედიკოს კიდე ერთხელ დავერეკოთ. ცოტა ხნის წინ ხომ ელაპარაკე? რა შევაწუხებთ? მომენატრა. მოსაც ძალიან ენატრები. დედაზე ძვირფასი არავინაა ამ ქვეყნად. მან სიცოცხლე გაჩუქა. შენ მისი თვალის ჭინი ხარ, მისი სინათლე. მისთვის ყველაფერი ხარ. შენ შვილი ყავს? ყავს. სად არის? სამოთხეში. მოდი ჩემთან. ნუ დირი შვილო. გმადლობ დედა. რატომ დირი რძალო? ვინმე მოკვდა? ღმერთმა დაგვიფაროს ბატონო ბურჰან. გვიხარო და ბიჭი გაჩნდებაო მამა. რა ქნას დარდობს? შვილო, ღმერთს ნუსწოდავ. ღმერთი რასაც მოგცემ სიხარულით უნდა მიიღოთ. გოგო თუ გაჩნდება, ჩვენი შვილი არ იქნება? შვილი არ რძალო. კი არ უნდა იტირო, უნდა ილოცო, რომ ჯანმრთელი ბავშვი გაგიჩნდეს. ჯერ ახალგაზრდები ხარ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ქალი ხარ. არა უშავს. ბიჭს აუცილებლად გააჩენ. აუცილებლად. ფილსონ. ამშვიდობისა. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. მისტერ აბადი. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. გამომშვიდობისა. 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 გულისხმიერი ადამიანები ყოფილან, მიხვდნენ რომ გადავიღალეთ და მალე გამოგვემშვიდობდნენ. ხო. ბოლოს ერთულზე ხომ არ ავიდეთ რამე დავლიოთ. თქვენი ნებართვით მინდა ჩემს ნომერში ავიდე. ჯერ ხომ ადრეა. ცოტა დავიღალე. კარგი. $300,000. რა? კიდევ ერთი ღამე.
უნდა წავიდე. ახლავე უნდა წავიდე აქედან. ბოდის გიხდი. ხელი გამიშვი. ბოდი შემოგეხადე. დავით ამანებე. გამატარე. ჟაჰრაზად, ბოდის გიხდი. დამნაშავე ვარ შენ წინაშე. ჟაჰრაზად. გთხოვ მაპატი. გთხოვ. ძალიან კარგი. ესე იგი ფრენა არ გადაიდო. ახლა ჩამოფრინდით? ხო. როგორ იმგზავრეთ? კარგად არ უშავს. თვითონ ფრენაში პერანგზე ყავა გადავასხეს. მართლა? ალბათ ძალიან განიცადე. ხო, ძალიან. და შეხვედრამ როგორ ჩაიარა? იმედია ყველაფერი რიგზეა. ხო, ყველაფერი რიგზეა, კარგად მივიღეს. შეხვედრა მას კარგად ჩაიარა. მომავალ კვირას ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. სასიხარულო ამბავია. ესე იგი, კარგი ამბებით ჩამოხვედით. ხო. შეჰრაზადი როგორ არის? კარგად არის. რატომ გითხულობ? ისე ვიკითხე. არ შეიძლება. სხვა არის რამე ახალი? შენი ხმა არ მომწონს. მოხდა რამე? არაფერი. ყველაფერი რიგზეა, რა უნდა მომხდარიყო? არ ვიცი. უნდა გავთიშო. ნახვამდის. ნახვამდის. ნეტავ ჩემგან მოკითხვა გადაგეცათ. სად გავჩერდით? ბატონო ონურ, რომელი გზით წავიდეთ? სანაპიროს გავუყევი, კაფე პიერლოჩი წავიდეთ. აქ რატომ მოვედით? რომ დამშვიდდე.
არაფერს მეტყვი? შეთქმელი არაფერი მაქვს. შაჰრაზად. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. დაივიწყე რა თუ თქვი? ჩათვალე რომ გუშინდელი ღამე არ ყოფილა, გთხოვ. პირდები ეს აღარ განმეორდება. ჩემგან ასეთ სიტყვებს აღარასოდეს მოისმენ. გთხოვ დაივიწყე. დავივიწყოთ რაც მოხდა. მაშინ რატომ დაწექი ჩემთან? მეგობარო, ერთი პორტოხალი მომეცი. ახლავე. ასეთი მინდა მოკლე. გრძელი უფრო ლამაზია. წელს ასეთი მოდაა. Kolega, хорошо. Super modelo. Come on. Come on, mate. Fantastik modeli sana süper fiyat yapar. Pahalı. Tamam gel ablacığım ya. Gel. Olmaz, çok pahalı. გამარჯობა ბიძე ბურჰან. გამარჯობა ბატონო განი, კეთილი იყო შენი მობრძანება. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობ. Bak süper. ნახეთ, ძალიან კარგი მოდელებია, მოგიხდებათ. Sana söyleyeyim sana süper. გამოცდებისთვის მოსამზადებელი წიგნი ვიყიდე. მართლა? ხოჭა. İnan bana bundan daha iyisini hiçbir yerde bulamazsın. Niyetim var. სწავლა გინდა, მაგრამ კალამი არ გაქვს, არა? გამამართი. მადლობ. უნდა მეყიდა და დამავიწყდა. Burada mı აქ უნდა იმეცადინო? ო, აქ კარგია, სიმშვიდეა. მართალი ხარ. Haklısın. აქ სიმშვიდეა. Sessiz, sakin. სახლში ალბათ დოლისა და ზურნის ხმა არ გასვენებს. ჩემს უფროს უნდა ვკითხო. როგორ მოვიქცე ბატონო ბურჰან? მიეცი რა ფასადაც უნდა. Bak süper bir şey. კარგი, იცოდეთ შესანიშნავი ფასია. Eyvallah. მადლობ, დიდი მადლობა. Sağ ol. Hadi oğlum hadi. წადი შვილო, წადი, ვერ ხედავ ჩვენი ბიჭი მეცადინეობს. Uçak ინჟინერი უნდა გამოვიდეს. neye girecek? ნასაში წავა. ხელს ნუ უშლი. Hadi. წადი. არა, ჯერ შეტყობინებებში უნდა შეხვიდეთ. ის რით ქვემოთ ჩამოხვალთ. შემოსული შეტყობინება არ არის. მოიცადე შვილო. შენ ის მასწავლე? ახალი ნომერი როგორ ჩავწერო? ჯერ ნომერი უნდა აკრიფოთ, მაგალითად, სახლის ტელეფონის ნომერი ჩავწეროთ. ნახეთ? შეინახა. კარგი. დედა, რას აკეთებ ტელეფონის გამოყენებას? აიშესგან სწავლობ, არ მესმის. მე აქრისთვის ვარ. ადექი? დიახ. დედა, მე გასწავლე. შენ ჩაი მოგვიმზადე. მინდი. გმადლობ შვილო. რაც მინდოდა უკვე ვისწავლე, გმადლობ. ეს ქალი ნერვებს მიშლის. ვინ? ვერ ხვდები ნიმეთ არანორმალური. რაც უნდა ითქვას, ნუ მოусმენ, საქმეს მიხედე. მოიცადე ღმერთი გწამს გიჟია. გაჩუმდით, რომ შემოვა და გაიგონებს. ხომ ხედავ ღმერთმა როგორ დასაჯა, იმდენი იძახა ბიჭიაო, მესამე გოგოს აჩენს. რა თქვი? არაფერი. როგორ არა? რა თქვა ნიმეთ? მითხარით, რომ ორივე შავ დღეს დაგაყრით. ცუდი არაფერი უთქვამს. თქვა, ქალბატონი ფიუსონი მეწოდება ბიჭს ელოდებოდა, მაგრამ მესამე შვილიც გოგო ეყოლებაო. ვინ გეკითხება აიშე? რა შენი საქმეა? ჭორაობას გირჩევნია საქმეს მიხედო.
დროზე. ღმერთო გთხოვ, მეოთხეც გოგო გაუჩნდეს. აიშე, გაჩუმდი. საცალო ფასები გამოგზავნეს და დაწვრილებით შევისწავლე, იქნებ შენც გადახედო. მოგვიანებით გადავხედო. დაღლილი ჩანხარ. რა ხდება? ლილით ადრე ავდექი და ამიტომ. ვიცი რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ახლა დუბაის შესახებ მომიყევი. საწახვედით რა დაათვალიერეთ. ის ცნობილი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო ნახეთ, ბურჯა ალ-არაბი. ხო, გვერდით ჩავოარეთ. საღამოს სად იყავით? არაბებთან ერთად ვივახშმეთ. როგორ ჩაიარა? როგორც ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო შეეფერება. ესე იგი მოსაწყენი იყო. ძალიან. ხო, მაგრამ არაბებს მოეწონე. შენი სახელი რომ გაიგეს 1001 ღამის ზღაპრები არ გაახსენდათ? ხო, არ თქვა. მერე? რა მერე? მერე რა მოხდა? შენ და ბატონი ონური რას აკეთებდით? რა უნდა გაგვეკეთებინა, ბენუ? რა ვიცი, არ გისაუბრიათ? არა. საწყენი რა გითხარით ძვირფასო? მე და ბატონი ქერიმი საზღვარგარეთ რომ ვართ ვახშმის შემდეგ ქალაქს ვათვალიერებთ ხოლმე. მეგონა ბატონი ონურიც გაგას ეირნებდა, არა. 10 საათზე უკვე ჩვენს ნომრებში ვიყავით. ღმერთო, ამ კაცს არაფერი აინტერესებს. 1001 ღამის სამშობლოში იყავით. 10 საათზე რამ დააძინა? უხასიათო ადამიანი. დავალ ბატონი ქერიმი მელოდება. დროებით. მინისტრი ბრიუსელში მიფრინავდა, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. გოლბაში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საკითხიც წამოჭრა. შენ აქ ხარ, მაგრამ დუბაიზე ფიქრობ. ონურ. ისმენ. მინისტრ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელზე ესაუბრე. უნდა გეთქვა, რომ ტენდერის პირობებია გადასახედო. რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული? ბენუ, შემოდი. გამარჯობა ბატონო ონურ. გამარჯობა. ალმაატის პროექტს კიდევ უნდა გადახედოთ. ეს ბოლო ვარიანტია. კოტეჯების პროექტი სადღაა? მანდ არის. კარგი. ონურ. შენც ნახე. ეს რა არის? პირველი სართული. პროექტის მიხედვით სარეელი ადგილები ამოსავსებია. წინა ფაზები აქეთ რატომ გადმოვიტანეთ? ეს შაჰრაზადის აზრი იყო. ასე მეტი ფართობი დარჩება. ხომ იცით შაჰრაზადს ნოვატორული იდეები აქვს. თუ ასეა, შაჰრაზადი შემოვიდეს და ერთად განვიხილოთ. ქალბატონო ნურჰაიათ. მომწონს, კარგი აზრია. დიახ, ბატონო ქერემ. ქალბატონ შაჰრაზადს დაუძახეთ. ახლავე. აქეთ სამოგზანდით. ალო. კარგი. თავიდანვე ვიფიქრე, რომ პატარა ცვლილებები საკმარისი იქნებოდა. შაჰრაზადს ვკითხე, მან კი ფასადის შეცვლა შემომთავაზა. დიახ, ბატონო ქერემ. შაჰრაზად. მოდი. კარგი რომ ფასადი აქეთ გადმოიტანა. და შესასვლელები სხვა მხრიდან დააპროექტე. ამით ფართობი მოვიგეთ, მაგრამ ერთი პატარა პრობლემა გაჩნდა. იქნებ ესეც მოაგვარო. უკაცრავად, ეს რომელი პროექტია? სადგურის კოტეჯების პროექტი, ქალბატონო შაჰრაზად. თქვენ არ დახაზეთ? გასაგებია. რა მოგივიდა? აღოთ ხარ? მგონი. ცოტა ხნის წინ არაფერი გჭირდა. სიცხე ხომ არ გაქვს? არა, სიცხე არ მაქვს. ცუდად გამოიყურები. თუ გინდა სახლში წადი და ისვენა.
საჭირო არ არის ბატონო ქერამ. პრობლემას რა გვიქმნის? აი ეს. მაგის გამოსავალიც ვიპოვე, მაგრამ დახაზვის დრო არ მქონდა. მოკლედ გითხარი, შევეცდებით გავიგოთ. ბატონო ქერამ. შეუძლოთ ვარ. აზროვნება მიჭირს. შეიძლება წავიდე. რა თქმა უნდა, წადი. მადლობთ. რა სჭირს შეჰრაზადს? არ ვიცი, წავალ და გავარკვევ. ძმაო, ამ გოგოს რა აწყერინა? როგორ მელაპარაკები? ალბათ რამე დაუშავე. რა სისულელია? შეჰრაზად რა მოხდა? არაფერი. როგორ თუ არაფერი? მაშინ რატომ ტირი? ძურფასო რა მოხდა? არაფერი ბენო. ისმინე ონურ. შენი მესმის. შეჰრაზადე აითვალწუნე. მიზეზი მითხარი და გვირდები სამსახურიდან გავათავისუფლებ. რა სისულელია, რატომ უნდა გაათავისუფლო? რა მოვიდა? ხომ თქვა, ავად არის დაიღალა. შეიძლება რომ მემაწყინა ან გაცივდა. მე რა ვიცი. არა ონურ, არა. ონურ. შეჰრაზადე ავად არ არის. ნაწყენია. ესმის რას გეუბნები? მე რა ვაწყენინე? გუშინ მასთან ერთად იყავი. ალბათ დუბაიში რაღაც მოხდა. გოგო ძალიან განერვიულებულია. რა ჩაიდინა? მიპასუხე რა ჩაიდინა? თუ პასუხს ითხოვ, წესიერად იკითხე. ანდა არა. მე ნუ მკითხავ. ბავშვობის მეგობართან რას გაარკვევ? ქალბატონ შეჰრაზადს კითხე. შეხო მისი ადვოკატი ხარ? სისულელეს ნუ ლაპარაკობ. თვითონ ლაპარაკობ სისულელეს. დააფიქრდი, ვის და რისთვის აყენებ შეურაცხყოფას? და თუ არ დავფიქრდები? ნიმეთი სად არის? შენ რატომ მიგაქვს? არა უშავს, დედა მძიმე არ არის, ნუ ღელავ. ოთახი მოვაწყეთ. ფეხბურთის ყურებას გირჩევნია გაიხედ გამოიხედო. იქნებ კაცი დადგე. ალი ქემალ. გისმენ მამა. ოთახზე გეკითხები. გოგონას ოთახი მოუწყვეთ, უნდა შეთეთრდეს და შეიღებოს. ფიუსონს ფერი ჯერ არ შეურჩევია მამა. კარგი, მაგრამ დროზე შეარჩიოს. ხელოსანმა ქადირმა შეღებოს. ფულზე მე მოველაპარაკები. წადი უთხარი. კარგი მამა. შენ მარძალმა ისეთი ღვეზელი გამოაცხო ბატონო ბურხან, ისეთი ღვეზელი რომ რძლის მორთმეულ შხამსაც სიემოვნებით დავლევ. ნუ მარცხენთ მამა.
დედას ნახელავს ვერ შეედრება. Ben bilirim. შენს გემრიელად ამზადებ. მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა. მოდით ვივახშმოთ. ალი ქემალ, Top karnını... დავიჯერო ფეხბურთი დაგანაყრებს? Çocuklar yedi. ბავშვებმა ისადილეს? ადრე ისადილეს. სკოლიდან მშივრები დაბრუნდნენ. Ganina. განისადა? ზევით თავის ოთახშია მეცადინეობს. წელს აუცილებლად შეაბარებს. მაგრამ ჯობს მოსამზადებელ კურსებზე იაროს. Sen ne istediğini bilmez. Arsız sevgili. კარგი. İyi niyetim yok. კარგი, ჩამოდი. თქმეტა შეიძლება? Sonunda oldu. გიჩქმეთ. მოდი აქ. Yavaş. ბიძია თავი დამანებე. Yalnız. მოდი აქ, მოდი. გამიშვენ? Aman განი, გისმენ კუდრაჭა. sen kız მომავალ წელს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდები? შევინგითხრა. annemle babam გავიგონე დედა და მამა ლაპარაკობდნენ. ama თურმე ბაბუა კურსებზე სწავლის ფულს არ გაძლევს. თუ მომცემს ვისწავლე. ფულს არ გაძლევს? არ მაძლევს, არა. ყოლაბაში ფული მაქვს, თუ გინდა მოგცემ. მართლა? აუ, მაჩვენე აბა სად გაქვს ხულობა? არ ვიცი. Eline sağlık. მადლობ ბრძალო. უგემრიელესი ღვეზელია. შეგერგოს მამა. ყველი მეტისმეტად მარილიანი იყო. ენა ამეწვა. ეს რა ყველია? მარილიანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ მთლიანად შეჭამდი. სიტყვებს დაუკვირდი. რა ვთქვი ისეთი? ადამიანი უმადური არ უნდა იყოს. ხომ გითხარი შენი ცოლი დღეს სამზარეულოდან არ გამოსულა. მადლობ ფიუსო. ძალიან გემრიელი იყო. შეგერგოს. Ya ne? საღებავების კატალოგი სად არის? სადღაც აქ უნდა იყოს. ერთი წუთით? აი ვიპოვე. რომელი ფერი მოგწონს მამა? Canım მე bana რას მეკითხები, შენ ცოლს კითხე. sorsana. aman კარგი რა მნიშვნელობა აქვს? შენ არჩიე. აი ეს ვარდისფერი არ მოგწონს? ხომარჯობია შპალერი ღია ფერის იყოს. რა სიტყვი ფიუსო? aman არ მესმის. çıkarıyoruz ki ასეთი სამზადისი რა საჭიროა. hali boş ver. ოთახი მშვენივრადაა მოწყობილი. მოგოების ძველი საწოლი დავთქათ, არა უშავს. Ne demek? ამას რატომ ამბობ ბრძალო? Oğlan olsa ბიჭი რომ ყოფილიყო ოთახს მეტი ხალისით მოაწყობდი. olmaz kız. ასე არ შეიძლება შვილო. Evladı რა მნიშვნელობა აქვს ბიჭია თუ გოგო? ne gerek ჩემი შვილი საუკეთესო სიმსახურებს. torunuma? Ne koy? რა უნდა დაარქვათ? Daha erken ჯერ ადრეა მამა. düşünmeyin. სახელზე არ გვიფიქრია. ბიჭი რომ ყოფილიყო, ურჰანს დავარქმევდით, მაგრამ მერე Ne düşün? ამას რა ფიქრი უნდა? Nadide ნადიდე დაარქვით. ბატონო ბურხან, ბავშვებს ნორაფერს დააძალებ. ჩემი სახელი ძველმოდურია. ახლა ბავშვს ნადიდეს არავინ დაარქმევს. დააცადე. თვითონ შეარჩიონ. ismini შეიძლება სახელი მოდაში აღარ არის, მაგრამ senin zamanın შენ არასოდეს დაბერდები ჩემო ნადიდე. sen ამ ოჯახის დედა ბოძი ხარ. Burası ne? ეს რა ქვეყანაა? ჩინეთი. Peki Es- burası? ეს აფრიკა. Hani orada zebralar, იქ ბევრი ზებრა იცოდი? kaplanlar, კიდევ ვერცხლები, ლომები, ჟირაფები ცხოვრობენ. zürafalar bile var. Timsah ნიანგებით არიან? Var tabii. რა თქმა უნდა. ya burası? ეს რა არის? Orası ama ეს ავსტრალია. orada hangi? იცი იქ რომელი ცხოველი ბინადრობს? Filler. სპილო. მოიცა? Sana ipucu vereyim. მინიშნებას მოგცემ. Böyle önlerinde kes. წინ ჩანთა აქვს და შვილებს ამ ჩანთით ატარებს. Kanguru. კენგურო. მართალია. შეხედე? ეს ჩემი სამშობლოა. Bakın. ბაკა. რა ჭკვიანი ბიჭი ხარ. არ დაგვიწყებია. ნახე ეს აზერბაიჯანია. აი აქ. ახლა შენი ძილის დროა. თუ დაიძინებ, ბაქოში წაგიყვან. Biraz da. არ მეძინება. Hadi bakalım. ახლა დავიძინოთ. Yatalım artık. ხო, კიდევ ვითამაშებთ. Anne დედა, ხოლმე თეთრი დაბრუნდები? Hadi yatıyoruz.
წამოდი დავიძინოთ. წამოდი. Hadi bakalım. ვახშამი მზად არის ბატონო ონურ. არ შეაფირდებს. გემრიელი მაწვნის წვნიანი მოვამზადე. კიდევ ქათმის კოტრეტი პიურე. არ შეამეთქი. კარგი. მაპატიეთ, მაგრამ შეერ კუჭზე სასმელი არ უნდა დალიოთ. ფირდებს. გისმენთ ბატონო ონურ? რამდენი წელია ჩემთან მუშაობ? თებერვალში 18 წელი გახდება. თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო თუ არ გამაგდებთ? თუ კიდევ გაიმეორებ, გაგაგდებ. რატომ მკითხეთ? 18 წელია მიცნობ. შენი აზრით, როგორი კაცი ვარ? რას გულისხმობთ? აგიხსნი. მაგალითად, ჩემზე რომ კითხონ, როგორი კაციაო? რას უპასუხებ? ცუდი ადამიანი ვარ? რას ამბობთ? ვერ ხვდები ამას, რატომ მეკითხებით ბატონო ონურ? მოხდა რამე? მოხდა. ხდება. აი აქ. თუ მან ხდება, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ ბატონო ონურ. დარწმუნებული ვარ. თავარია, აქ არ ხდებოდეს. თუ მოხდა? მოხდეს, არც მაშინ შეცდებით, თუმცა მეტი დრო დაგჭირდებათ. ფირდებს. ჩიქად ადგი. იცოდე გაგაგდებ. მეც ცოტა ადრე დავწვევი. რამე ხომ არ გინდა? არა მიხრიბან. გმადლობ. ღამამშვიდობისა. ღამამშვიდობისა. ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას? ქალბატონო ბენო, მობრძანდით. გამარჯობა მიხრიბან, როგორ ხართ? ქანმა დაიძინა? ნახანია დაიძინა. ნეტაზარი არ დამერეკა, ხომ არ გავაღვიძა? არა. როგორ ხარ? კარგად. შენზე ვღელავდი, კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. შემოდი. მუშაობდი? მაპატიეთ, უნდა დავიძინო. ღამამშვიდობისა. 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 შახრაზად. ეს რა არის? რას აკეთებ? რა ლამაზი ნაკეთობაა. აბდულ ჰამიდ მეორის მეფობის დროს შეუქმნიათ. ბატონ სალიმს თავი მოვაბეზრე. თხოვე სანამ ნივთებს აუქციონზე გაიტან მემაჩვენე მეთქი. მართლა ლამაზია. საუცხოო ნამუშევარი არ გაუშვა ხელიდან. მაგრამ ძვირი ღირს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ნივთებში ასეთი დიდი თანხა არ უნდა გადაიხადო. შვილო, ქერემ, ცუდ ხასიათზე ხარ? არა. უბრალოდ დავიღალე. ალბათ ბევრი საქმე გაქვს. ონურს უთხარი დღეს რომ ხვდებოდით. არა. რატომ არ შეახსენე შვილო? ტყუილად მოვიდით? ქერემმა რატომ უნდა შეახსენოს ეს ქალბატონ ნურხაიათის მოვალეობაა? იქნებ დაავიწყდა იმ საწოდავს. არ დაავიწყდებოდა დედა. ალბათ მოგვიანებით მოვა. დაველოდოთ. მანამდე ვისაუბროთ. სამსახურს რატომ ეცებ? სამუშაო უკვე გაქვს. ბენიაბ ჰოლდინგში აღარ ვიმუშაობ, გადავწყვიტე. სისულელეს ნუ ამბობ. ბენო, იქ აღარ ვიმუშაობ. ხვალიდან იქ აღარ მოვალ. შახრაზად გონს მოდი. სკაი თაუერის პროექტის ხელმძღვანელი ხარ. ასე წარმატებაზე ადამიანები ვერც კი ოცნებობენ, იცი? მამის მინაძვირფასო. ვალდებული ვარ შეგახსენო, რომ უამრავი ვალი გაქვს.
ჩემი ვალის გასტუმრებაზე არც იფიქრო, მაგრამ ჰაკერმა მანქანა გაყიდა. შეიძლება ვალის გადახდა ჯერ არ მოგთხოვოს, მაგრამ ბინის კირა ხომ უნდა გადაიხადო. მიხრიბანს ხელფასი უნდა მისცე. არც ქაანის მკურნალობაა დასრულებული. კურნალობისთვის ყოველთვიურად დიდ თანხას იხდი. დაგავიწყდა. არ შემიძლია ბანო. ესმის? არ შემიძლია. კი, მაგრამ რატომ? დუბაიში რაღაც მოხდა. ნამდვილად. რაც ჩამოხვედი ვეღარ გცნობ. ამდენ დამცირებას აღარ ავიტან. მეგობარო, გეთანხმები, მართალი ხარ? ბატონი ონური მკაცრია. დაუფიქრებლად ლაპარაკობს ხოლმე, მაგრამ ბენო. დაუფიქრებლად ლაპარაკი არაფერ შუაშია. საქმე ბევრად რთულადაა. ენა კვირას ხომ ვისაუბრეთ ონურ? ჩემთან უნდა შევხვედროდით და სოციალური ბიუჯეტის ხარჯისთვის გადაგვეხედა. სულ დამავიწყდა დაიდასევალ. ქალბატონმა ნურჰაიათმა არ შეგახსენა? შემახსენა, მაგრამ მაინც დამავიწყდა. მძღოლი უკვე გაუშვი? დიახ, გაუშვი. არა უშავს საჭესთან დაჯიქი და წამოდი. მოსვლა ეზერება? კერმა ნახევარი ბოთლი არაყი დალია. მოდი დაეხმარე. ერთად გამოცალეთ ბოთლი. მერე ჩემი მძღოლი წაგიყვანს. ძალიან ბევრს ვამ თორივე, ძალიან. ამ საღამოს ვერ მოვალ დაიდასევალ. კარგი, როგორც გინდა ონურ, ბიუჯეტზე როდის დაველაპარაკოთ? რა ვქნათ? ჩვენ გადაწყვიტეთ, მე ყველაფერზე თანახმავ. თავი დაანებე, თუ არ უნდა ნუმოვა. დაბადიეთ, კარგი. დღეს ცუდ ხასიათზე ვარ. კარგი ონურ, როგორც გინდა. ბიუჯეტს ჩვენგან ვიხილავთ. ქერემი ხვალ ყველაფერს გეტყვის. გამშვიდობისა. თუ არ გნებოთ, ნუ შეჭამთ ბატონ ონურ, მაგრამ რომ არ მომეტანა, ვერ მოვისვენებდი. ღამე მშვიდობისა. გენერატორები მუშაობს. ელექტროსისტემები დამონტაჟებულია. გეგმის მიხედვით ყველა სხვა სამუშაო 2 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ვიდრე საიზოლაციო სამუშაოები არ დასრულდება, ელექტროკომპანია მუშაობას ვერ დაიწყებს. რატომ? რამე პრობლემაა? ბატონი ონური მოდის. გამარჯობა მეგობრებო. ხელს რა გვიშლის ბატონო იბრაჰიმ? ფასადის მასალა არ ყოფნის. რატომ? მომწოდებელ საბაჟოზე პრობლემები აქვს. საბაჟოზე? ხომ თქვენს მასალა გვაქვსო? ფირმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავსვათ. სწრაფად მოგვიტანეთ 2 ჭიქა ცხელი, მაგარი და არომატული ყავა. შეგიძლიათ სახვიდეთ. წავიდეთ. სიმაღლის შიში რომ მქონოდა, რა პროფესიას აერჩევდი? თავი დამანებე. აქ ამის საკითხავად მოხვედი? მართლა მაინტერესებს. მე მაღაროელი გავხდებოდი. თავზე ნათურიან ქუდს დავიხურავდი და სახე და ხელები ქვანახშირისგან მექნებოდა გაშოვებული. ადვილი არ არის. შენ ვინ გახდებოდი? ალბათ შორეული ნაოსნობის კაპიტანი. თეთრ ტანსაცმელს ჩავიცრომდი. სახე და ხელები კაპიტანივით სუფთა მექნებოდა. და სიგარასაც გააბოლებდი. ალბათ. ყველა პორჩი საყვარელი გეყოლებოდა, არა? ვერ შევიფერებდი? რა თქმა უნდა შეიფერებდი, მეგობარო. შეჰრაზად ვირფასო დამშვიდი.
მესმის ბატონმა ონურმა გაწყენინა, მაგრამ რაც უნდა ის თქვას. ნუ მოусმენ. ასე ადვილი გონია ბენო. ვიცი ადვილი არ არის. აქაურობა ჯოჯოხეთად მეკცა. ამ შენობაში შესვლა სიკვდილი მირჩევნია. მესმის, მაგრამ კანზე იფიქრე. ის წუთები გაიხსენე, როცა ერთად ხართ. როცა გეხვევა და დედიკოს გეძახის, კარგი? წამოდი. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. თავი ვერ შევიკავე. დამომწდა, არ დავუფიქრდი. ვერ ვიჯერებ. რატომ? მომგითხარი, არ ვიცი მეტი. შაჰრაზადს ვაწყენინე. არაბების თანდასწრებით შეურაცხყოფა მივაღწევ. ფერას ინგლისურად. თურქულად რომ მეთქვა კიდევ არაფერი. არაბებიც კი გაოცდნენ. შუა ვახშმიდან ადგა და წავიდა. ვერ გამტყუნებ. ო. არ ვიცი რა დამემართა. როგორც ჩანს, წარმატებულ ქალებს ვერ იტან. ალბათ არენდობი. ო, ალბათ. ონურ, გონსმოდე. ხომ გეუბნები, დრო შეიცვალა. ქალებმა კაცებს აჯობეს მაო. მეურა ჭკვიანები არიან. გეთანხმები. შარშანდელი ანალიზის პასუხებიც მომაქვს. არ არის საჭირო, ქალბატონო ნადიდე. ახალ ანალიზებს მოითხოვენ. მაინც კონდეს. ბატონო ბურხან გამოჯამრთელებას გისურვებთ. ავად არ ვარ, ექიმთან იმიტომ მივდივარ, რომ ავად არ გავხდე. შენ არ გაიკეთებ ანალიზებს, სალი ქემალ. მამა, ქარხანაში მივდივარ. დღის მეორე ნახევარში მაღაზიაში წავალ. რამეს დამავალებ? ამ ბიჭს ექიმს ვერ უხსენებ. ნემსისაც ეშინიამ შიშარას. მე დავის დაემსგავსა. ტელეფონი დამრჩა. ნახვამდის რძალო. ნახვამდის მამა. იმედია კარგი ამბით დაბრუნდებით. ფიუსუნ. ისმენთ მამა? ალი ქემალს უთხარი, განი კურსებზე ჩაწეროს. კურსებზე? კურსებზე სიარული ხომ უნდოდა? გმადლობთ მამა. ღმერთმა დაგლოცოთ. გმადლობთ ბიძე ბურჰან. რა მოხდა? მამამ თქვა განი კურსებზე ჩაწერეთო. მართლა? ხო. შენ გამო მამა ჩემი შევაწუხე. განი იცოდე არ შემარცხვინო. დღესვე ჩაწერე, კარგი? კარგი. ოღონდ იმ კურსებზე თვითონ რომ უნდა, ის საუკეთესოა. ხომ გითხარი ჩავწერ მეთქი, ნუ ღელავ. წავიდეთ განი. ნახვამდის. აბა. წარმატებები. წარმატებებს გისურვებთ. შენს რძალს ძალიან გაუხარდა, ბატონო ბურხან. იმ ბიჭისგან არაფერი გამოვა. ამას რძლის ხადრით ვაკეთებ. ძალიან განიცდის, მესამეც რომ გოგო იქნება. იქნებ განი დაჭკვიანდეს. კარგი რა, ქალბატონო ნადიდეს, ღაბრებს ნუ მიყვები. გონია კურსებზე მართლა ივლის. სტამბოლში სასერნოდ ჩამოვიდა. ჩათვალე რომ ეგ ფული ქარს გავატანეთ. გემრიელად მიირთვით მეგობრებო. გემრიელად მიირთვით. გმადლობთ ბატონო ონურ. დაბრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ხოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობთ. დღეს რა გვაქვს საჭმელი? მუხუდა წვნიანი ქაბაბი, ფლავი და ჯაჯიკი. ძალიან კარგი. დუბაიში შეხვედრამ როგორ ჩაიარა ბატონო ონურ? ძალიან კარგად. პროექტი დამტკიცებულია. რამემ თუ არ შეგვიშალა ხელი, მომავალ წელს მშენებლობას დავიწყებთ. გილოცავთ. შეგერგოთ.
გემრიელად მიირთვით. Sen ორმა გირაქი მომიტანე. ახლავე. რას აკეთებ ბატონო ბურხან? დაგავიწყდა ექიმთან რომ ვიყავით. ne olmuş? მერე რა? ექიმს არ უთქვამს რა კი არ დალიო. გითხრა კვებას ყურადღება მიაქციეო. გალბატონო ნადიდე, შენი რა გრძნობ თავს? თანაც ასმელს. ყოველდღე ხომ არ ვსვამ? შეგერგოს. თუ გახსოვს ბოლოს ჩვენ ორმა ერთად როდის ვისადილეთ? Böyle. არ მახსოვს. Ben hatırlıyorum. მე მახსოვს. Eyvallah. იმ დღეს ალი ქემალი Ali ქაისერიში გაემგზავრა. Kayseri'ye yolcu ettiğimizde. აუ მართალი ხარ. Eve döndüğümde სახში რომ დავბრუნდით, ბაღში სუფრა დამხვდა გაშლილი. rakıyı da buz. რაკი ძალიან ცივი იყო. Kalem, დოლმა და შენძორი ბადრიჯანი კი patlıcan, უგემრიელესი. იმ ღამეს ცა ვარსკვლავებით იყო მოტეტილი. ო, baktım. დიდხანს ვუყურე ვარსკვლავებს და გავიფიქრე, Dedim ki ღმერთო, ya Rabbim მადლობელი ვარ რომ en ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი verdi. მე მაჩუქე მეთქი. მე რატომ არ მითხარი? Sana თქვა რა საჭიროა ქალბატონო ნადიდე, sen benim ისედაც იცი რას ვფიქრობ. kalbimi. Allah ყველაფერი იცი ჩემო ნადიდე, razı olsun. ღმერთმა დაგლოცოს. შენც ბატონო ბურხან. Bak ne diyor. იცი რა ვიფიქრე? Senin მე და შენ სადმე ლამაზ ადგილას ხომ არ წავიდეთ? kafada დავისვენოთ. საქმეს როგორ მიატოვებ? teessüf საქმე მოიცდის. işim sen. ჩემთვის შენთან ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. Şöyle bir შავი ზღვისპირეთში ხომ არ წავიდეთ ნადიდე? Aydar yayla. აიდერის მთები და Lıcalar. ქაფლიჯა მოვინახულოთ. Şöyle güzel მთის სუფთა ჰაერზე დავისვენოთ. gider. წავიდეთ? შენთან ერთად ყველგან წამოვალ ბატონო ბურხან. დიდება უფალს. Bak მოდი ამჭიქით. işte bu შენს ლამაზ სიტყვებს გაუმარჯოს. შეგერგოს. ძალიან გაგიმართლა. კურსები, რომელზეც ჩაეწერე სტამბოლში საუკეთესოა. ო, ასე. დაინახე კედლებზე ფოტოები იყო, მათემატიკაში საბუნებისმეტყველო და სხვა საგნებში წარმატებული მოსწავლეების ფოტოები. რამდენი კარგი მოსწავლე ხოლიათ, არა? კურსები კარგია, მაგრამ შორსაა. ნერე რა. არაფერი მთელი დღე გზაში უნდა ვიყო. სხვა რა საქმე გაქვს? ილას ადრე უნდა ავდგე ავტობუსს დაველოდო, მერე სამარშრუტო ტაქსიში ჩავზდე. როდის უნდა ვიმეცრატინო? დანი, უკვე აბიტურიენტი ხარ. დროე შეიგნო. სხვა რა გზა? კარგი იქნებოდა მანქანა მყოლოდა. მოიტანე? ო, აქ დადგე. გემრიელად მიირთვით. შეგერგოთ. მოგზანდით. უკვე მზად ვარ. მივდივართ? რა დრო გასულა? Gelsene. შემოდი. Gir gir. მოდი. მან ნუ დგახარ. არ დაგვაგვიანდეს. Yok. არა. Şimdi მეც მზად ვარ. Yani ქალბატონი ნურჰაიათი რომ არა, ben ყველგან დავაგვიანებდი. bitte schön. ხოლო თქვენ შემდეგ ქალბატონო. გმადლობთ. სად მიდიხართ? Toplantı. შეხვედრაზე. რა შეხვედრაა? Piyajlar. ელექტროსადგურის გაშვებასთან დაკავშირებით გველოდებია. ო, გამახსენდა რომ მითხარი. რა იყო? რამე ხომ არ გინდოდა? არა. ვიფიქრე ყავას დავლევთ მეთქი. Abi. ნო, sen კარგი ყავის დალევა გინდა? kahve mi içmek istiyorsun? ნიუ-იორკში წასვლას ხომ არ თავაზობ? არა, კვირა სამსახურში უნდა მოხვიდა. რატომ მიგრაშვაშია? Bennu geç. ბენუ მამასინათ ისეთი ყავა მომიდუღა, თხილის არომატით. საოცარი იყო. Ha bak ne. სხვათა შორის, შეჰრაზადმა და ბენუმ თავიანთ ოთახში ყავის აპარატი დადგეს. მთელი დღე არომატულ ყავას სვამენ. ალბათ არ იცოდით, რომ ქალბატონი ნურჰაიათის მომზადებულ ყავას პირს აღარ დააკარებდი. თუ ასეა, ეგ საკითხი ცალკე განვიხილოთ ქერენ. კარგი, ჩვენ წავედით, ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.
გამარჯობა. გამარჯობა. ხელს ხომ არ გიშლი? Rica ederim. რაც ბრძანებთ. თვითონ ამბავი მომიტანა. ამ ოთახში არაჩვეულებრივ ყავას ადუღებენო. მითხრეს თხილის არომატით ყველაზე გემრიელიაო. თუმცა ეს ჩიტი გერმანულად ლაპარაკობს და თხილს ფაზელ ნაც ეძახის. შაჰრაზად, Efendim. დიახ, ისევ გაბრაზებული ხარ? Rica ederim. რაც ბრძანებთ. Size küs. რა უფლება მაქვს თქვენზე გავბრაზდე? Afiyet olsun. გემრიელად მიირთვით. მართლაც არომატული ყოფილა. გმადლობ. Bennu yaptım. ბენუ მოიტანა. ყავის დალევა მოვიმიზეზე. მეგონა უკვე მაპატიე. კარგი. დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი იყო. შეგერგოს, ახლა გავადავლიოთ. არა, ნუ შეწუხდები. უნდა წავიდე. მე საცობები იქნება და მგზავრობა გამიჭირდება. როგორც გინდა, სახლში წახვალ თუ გაისეირნებ? სახლში მივდივარ. მანქანა არ მყავს და როგორ გავისეირნო? მანქანა? შენ რა მანქანაც გინდა? არა, რას ამბობ, ისევ თქვი. კარგი, წავალ ალი ქემალ. ნახვამდის. ამას უყურე. ახლა მანქანაც მოინდომა. დღითი დღე თავხედდება. მობრძანდით, აქეთ მობრძანდით. შეხედეთ რა ლამაზი მოდელებია. აი ეს მოიზომეთ. ნახეთ ესეც კარგი მოდელია. კარგი ვნახავთ. გამარჯობა. გამარჯობა. თურქული იცით? ვიცით. ხომ არ დაგეხმაროთ? გმადლობთ. არაფერს რას ამბობთ? აი ეს მოიზომეთ? არა. არა. ძალიან მოგიხდებათ, ჯერ მოიზომეთ და მერე გადაწყვიტეთ. კარგი, მოვიზომებ. მე დავიჯერ. თვითონ ჩავიცვამ, ნუ შეწუხდებით. რას ამბობთ, რა შეწუხება? ძალიან მოგიხდათ. თუ მოგეწონათ, დაგიკლებთ. ძმაო, ფასი ისედაც დაკლებულია. თქვენაირი ლამაზი გოგონებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება გვაქვს. ნაღდი ანგარიშწორებაც არ არის საჭირო. ყველანაირ ფულს ვიღებთ. დოლარს, ევროს, რუსულ რუბლს. იაპონურ იანზეც არ ვიტყვით უარს. არ მოგერიდოთ, აკავრობის მეპატრონე ვარ. მეპატრონე როდის გახდი? მამა, ხომ მითხარი ქარხანაში მივდივარო? რა იყო, ჩემი დანახვა არ გესიამოვნა, ბატონო ალი ქემალ. ეტიკეტზე დაკლებული ფასი აწერია, მეც ვეღარ დავაკლებ. რადგანაც მოგეწონათ, მე დაგიკლებთ. სანამ ცოცხალი ვარ. შენი ბედნიერებით გავეხარებ. ქვეყნად შენზე ძვირფასი არავინ მყავს. ჩემს გულში ყოველთვის ცოცხლობ და იცოცხლებს საყვარელ. ავად თუ გავხდები შენ მომარჩენი. შენ რომ დაგინახავ, ყველა დარდი დამავიწყდება. ჩემი ბედნიერება და სიხარული ხარ. სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ხელმწიფე იქნები.
მუდამ გამაბედნიერებ. Bitti mi? დამთავრდა? Ay çok რელა მაზი ხარ. გმადლობ. Çok yaşa. კარგი ლექსია. benim balam. ჩემო პატარა. Yaşlı olan. შენ ხარ ჩემი ჭკვიანი. Allı güzel. Kalbi. ჩემი საყვარელი ბიჭუნა. Bebeğim. ჩემო საყვარელო. Anne. დედა, Anne. ედიკა მოვიდა. Oğlum. შვილო, Canım. ძვირფასო. Oh. ჩემო სიხარულო. Ne yapmış? რას აკეთებდი მთელი დღე? მოვუყევი დედიკოს. დედა მიხრებანმა ლექსი მითხრა. Ya. მართლა, რა კარგია. მოთხარი რომ მეც მინდა მასმინა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ხომ ასეა მიხრება? გვეჭკარება. ასეა. Nereye gidiyor? სად მივდივართ? Gezmeye. სასეირნოდ. Mihriban teyze დედა მიხრებანი ჩვენთან ერთად არ წამოვა? Bu akşam რომ საღამოს სახლში დარჩება კან. Ben bakacağım. მე ვუპასუხებ მე. Tamam dur ki. კარგი ოღონდ გითხრა ვინ არის? Alo. ისმენთ. Kim? იმდანდებით. კან. Babaanne. მებია. მებია რეკავს. კან მიცანი ჩემო პატარა. Tanıdım. რა თქმა უნდა გიცანი. მებია ხარ. Anne mi arıyor? მებია რეკავს? Kaan. კან. გითხრა როგორ არის? Nasılsın? მებია როგორ ახარ? რა ტკბილი ხმა გაქვს შვილო. მე კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? გამოჯანმრთელდი? Evet. კი, კარგად ვარ. შვილო. Babaanne. მებია. Kaan'cım. კან. საჩუქრისთვის მადლობა გადავუხადე. მებია დიდი მადლობა. გმადლობ რომ დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქე. Teşekkür ederim. გამიხარდა. არაფერ შვილო. მიხარია რომ მოგეწონა. უკეთეს სათამაშოებს გიყიდი. Babaanne. მებია. გისმენ შვილო. Sen çok შენ ძალიან შორს ცხოვრობ. yapıyorsun. რატომ მეკითხები საყვარელო? Hiç. Bir ჩემთან არ მოდიხარ ხოლმე. მოვალ. მოვალ შვილო. კარგი. დედა დაგალაპარაკო. დამალაპარაკე. Alo. ალო. Merhaba. გამარჯობა. რომ გინდოდა იმ კურსებზე ჩაეწერი არა? ო აბარა. Burhan Bey pin. ბატონი ბურხანი ძუნწი კაცია. Dikkat. უფრო სწორად ხელმომჭირნე. Bak babam ამ კურსების ფული მამამ გადაიხადა. იცოდე უნივერსიტეტში თუ ვერ მოეწყობი? კარგი რა დაო. გილოცავთ. კარგი იქნებოდა კომპიუტერიც მქონოდა, მაგრამ ne yapacağım? კომპიუტერი რად გინდა? დრო შეიცვალა ძველებურად აღარ მეცადინეობენ. ყველა ინფორმაცია ციფრულ გარემოშია. კომპიუტერი აუცილებელია. İyi. კარგი. ცოტა ხანს მოიცადე? კომპიუტერსაც ვაყიდინებ. Ayşe აიშე, sen de Sofya. სუფრა გააწყვე, მამა მალე მოვა. Babamlar nerede? Komiti. gelir? მომეცი. რა ცუდი ბებია ვარ არა, ბავშვის სანახავად არ მოვდივარ. Olur mu hiç? ამას ნუ ამბობთ. ვიცი რა მდგომარეობაც გაქვთ. ვერ წარმოიდგენ კანი როგორ მენატრება. Müsait. როცა მოიცლეთ იქნებ შეძლოთ მოსვლა. Çok seviniriz. ძალიან Ya გაგვახარებთ. da şöyle yapalım. ან დამირეკეთ და სადაც მეტყვით იქ მოვიყვან კანს. Sizlere getiririm ben Kaan'ı. გმადლობ შახრაზად. დიდი მადლობა შვილო. როგორც კი მოვახერხებ მოვალ. თურქეთში ყოველ წელს ბავშვთა ლეიკემიის 1500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ ჩვენი ფონდის განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. ბევრ ოჯახს მატერიალურად უჭირს. სამწუხაროდ ხშირად ის ბავშვები იღუპებიან, რომელთაც გამოჯანმრთელების შანსი აქვთ. ფონდი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მოგეხსენებათ ჩვენი შესაძლებლობებით შეზღუდულია. ჩვენმა ჰოლდინგმა ამ სოციალური პროექტისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოყო. ქალბატონო ელდის, გვინდა რომ ფონდს კიდევ დავეხმაროთ. დახმარებისთვის მადლობას გიხდით, ქალბატონო ფერიდე, დიდი მადლობა. არაფერს. შეხედე რა საყვარელი ბავშვია.
ავტობუსი, მატარებელი, ტროლეიბუსი. დედას კალთაში რომ უზის? ხო. ბატონ ათილასთან კურნალობს თulis ტვინი გადაუნერგეს. შედეგი როგორია? ახლა კარგად არის კაანი. მანქანები, თვითმფრინავი, ჯიპები. რა საყვარელი ბავშვია, არაფერი და. ძალიან გამოჯანმრთელდა. ბატონი ათილა ამბობს, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა. დედამის ძალიან გაუჭირდა ფულის შოვნა, მაგრამ მაინც შეძლო. კანს გაუმართლა ასეთი დედა რომ ხავს. ბევრი ბავშვი ამ ბედნიერებას მოკლებულია. მგონი მართლა გაგიჟდი. რატომ? იახტაზე ცხოვრება ვის გაუგია? რატომაც არა? სახლის გარედან სხავდება. გითხარი რა აკლია? გერერთი ცივა. დანთაში რა უნდა ქნა? მეთევზის ნავი ხომ არ არის? აკავრობა თვება, გათბობას შევხვდებ და უცებ გათბება. ჯერაკ ცივა? არა, არ ცივა. ცოტა ხანს აქვე ცხოვრებ. ზამთარში რომ აცივდება, თუ ვერ გავძლებს სახლში წავა. ჩემი ნება არ არის. ზღვაზე ძალიან გიყვარს? მიყვარს, მაო, მიყვარს. მერე რა? იცი რა ვიფიქრე? ზაფხულში 2 თვე დავისვენებ. მერე შენ საქმეს ვინ გააკეთებს? წინა კვირას ქინალის კუნძულზე გავიხვიძე. ძმაო, საოცარი შეგრძნება იყო. ონურ. რა? შეჰრაზადს ბოდიში მოუხადე? ო, მოუხადე. მართლა? შეხედე? კაცი, რომელიც ქალებს არენდობა, ქალს ბოდიშს უხდის. გონი ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება. არ მეთანხმები? ბოდიში იმიტომ არ მომიხდია რომ ქალია, იმიტომ გავაკეთე ეს რომ მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელია. რა მნიშვნელობა აქვს? თავრია დაელაპარაკე. ბოდიში მოუხადე. ასე არ არის? რა გითხრა? აფიაპატია. ძვლის ტვინის გადანერგვა ძალიან ძვირიჭდება. მაგალითად, ქაანის მკურნალობა $200,000 დაჯდა. უზარმაზარი თანხაა. დიახ. სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარეთ. მაგრამ ქალბატონი შაჰრაზადი არასოდეს გვაკლებს მორალურ მხარდაჭერას. ავტობუსი, მატარებელი, ჯიპი, პატარა მანქანა. ავტობუსი, სატვირთო, ჯიპი, მანქანა. როგორ ხარ, კაან? უთხარი რომ კარგად ხარ. გამარჯობა. გამარჯობა. უთხარი რომ კარგად ხარ. კარგად ვარ. რა საყვარელი ბიჭია. გმადლობთ. იცი ლამაზი დედიკო რა მყავს? მადლობას არ გადაუხდი. დაიმარცხა. ასე არ იქცევა ხოლმე. არა უშავს. ილოცავთ მის გამოჯანმრთელებას. გმადლობთ. ილოცავთ. ამ ბავშვსაც ძვლის ტვინი გადაუნერგეს. იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დედა, სახლში წავიდეთ. წავალთ შვილო. წავალთ. ეს მინჩეკი. ფოტო გადავიღოთ.